ერთ-ერთი კიდევ მთავარი ფაქტორი, რაც ამძაფრებს მიმდინარე პროტესტს და ასევე საერთაშორისო გამოხმაურებას, მზია ამაღლობელი, რომელსაც ემუქრება პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. უფლებადამცველებმა შეაფასეს, რომ საერთოდ არ იყო ასეთი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და ის იყო არაადეკვატური გადაწყვეტილება, იქ პირდაპირ საიამაც გამოაქვეყნა ძალიან ვრცელი ამ შემთხვევაში დასკვნა, მაშინ როდესაც თვითონ დაცვის მხარეც აყენებდა მზად იყო თქვა გირაოს შუამდგომლობისთვის, აი შეიძლებოდა თუ არა ალტერნატივის სახით თქვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში. რეალურად უცხოელი აგენტების და მათი პატრონების გარდა არავინ აპროტესტებს ამ ფაქტს. ესენი არიან უცხოელი აგენტები და მათი გარე პატრონები. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ ფაქტს. რატომ არის განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაზე? აი ასეთი მძაფრი რეაქცია. მათთვის მთავარი ამოცანა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო სამართალდამცავი სტრუქტურების დასუსტება, დაკნინება, ჩამოშლა და ეს შემდეგ. მათთვის ეს არის რაღაც გარდამტეხი მოვლენა. აქ თუ მიაღწევდნენ წარმატებას სახელმწიფოს წინააღმდეგ, შემდეგ გაგრძელდებოდა ჯაჭვისებურად ეს პროცესი. რასაც ქვია, ნებისმიერმა აგენტმა შეიძლება სახეში გაარტყას პოლიციის უფროსს და ეს უნდა ჩვეულებრივად გაატარო. აბა წადით, სადეთ. იქ საუბრობენ, რომ მანამდე იყო მაპროვოცირებელი ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. სად იყო? რა თქმა უნდა, რაღაც ხუნდა თქვან. ნუ ადვოკატის ფუნქცია ეგ არის, ხო, რაღაც ხუნდა თქვან. რა თქმა უნდა, ამას იტყვიან, მაგრამ რაც არის ფაქტი და დადასტურებული, ეს არის ის, რომ კონკრეტული ადამიანი სახეში ხელს ურტყავს პოლიციის უფროსს, ხო? წადით თქვენ სადეთ რომელიმე ქვეყანაში, აი წადით და ბერლინში პოლიციის უფროსს გაარტყეთ ხელი. და თუ ვინმე გაკმარებთ რაღაცა მცირე საშელს და თუ არ მოგიწევთ პატიმრობაში სისხლის სამართლებრივი მუხლით გადასვლა. წაით ნების პარიზის პოლიციის უფროსს გაუკეთეთ, იგივე მარსელის პოლიციის უფროსს, რომის და ასე შემდეგ. ნებისმიერ ქვეყანაში ჩადით. აქაც მეორე უნიკალური მომსახურება გვაქვს, ხო? ანუ ერთი რომ 300 კაცით შეგიძლია ერთ-ერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეგიძლია გაადაგეთო ცენტრალური გამზირი და მეორე ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც შეგიძლია ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი, რა ქვია, პოლიციას და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული. ხო, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. არ შეიძლება ყველაფერში ვიყოთ უნიკალური. კი, პატარა ქვეყანა ვართ და ვიღაცა შეიძლება გვიყურებდეს როგორც დაბალ ღობეს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება კანონის უზენაესობაზე და სამართლის უზენაესობაზე, ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის სახელმწიფოს, საფრანგეთის სახელმწიფოს და ამერიკის სახელმწიფოს. პოლიციელზე თავდასხმა 353 პრიმა მუხლით გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას, ძალადობის მუხარას, რომელიც მიმართულია პოლიციელის ან მისი ოჯახის წევრის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების წინააღმდეგ და თავდასხმა უნდა იყოს ამ საფრთხის შემცველი. მზია ამაღლობელის ქმედება გაშლილი მარცხენა ხელი, რომელიც დგებუაძეს სახეზე ხვდება, არც ერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. ეს არის შემდგარი ძალადობა და საია არის უცხოური აგენტურა, ხო? ხარ დარჩენი საზოგადოება უნდა იმსჯელოს. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, სადმე სადოს წავიდეს ეს საიას წარმომადგენელი, გაარტყას ხელი ბერლინში პოლიციის უფროსს და დაიჯერენ თუ არა ნახოთ. სამარცხვინოა რაც წერია მან. უბრალოდ მხოლოდ უცხოელმა აგენტმა შეიძლება დაწეროს ასეთი რამე. მხოლოდ deep state-ის აგენტმა შეიძლება დაწეროს ასეთი რამე. წავიდეს სადოს კიდევ ერთხელ, აი სადოს ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ხელი გაარტყას, რავი, ნებისმიერი ვაშინგტონის პოლიციის უფროსს და დაიჯერენ თუ არა. აი ჩავატაროთ ექსპერიმენტი, სამარცხვინოა. აი როცა ხარ საია, უკვე შენ არ მოგეთხოვება არანაირი პასუხი არც სამართალზე, არც არაფერს, იმიტომ რომ რასაც ჩაგიგაკუნებენ პატრონები, როცა ხარ უცხოელი აგენტი, იმას აკეთებ. ეგ არის და ეგ. რაც დაადასტურა პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციამ. როცა პირდაპირ თქვა, რომ აგენტურის რეკრუტირებაში იხარჯებოდა USAID-ის და NED-ის ფული. 1000 აი რო ამბობთ, აი 300 კაცი საიდან მოდის, რო ამბობთ, რომ დაფინანსებული ხალხია. 1400 მარტო ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ეჯდათ ხელფასზე USAID-ს და NED-ს. 1400 მარტო ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი ეჯდათ ხელფასზე 1400. დაფინანსებული ხალხია და რა თქმა უნდა დავალება აქვთ მათ. პოლიტიკური დავალება, რომ რამდენადაც ხელი შეუწყონ კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას ხელისუფლებას. ეს მარტო ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, NGO-ებზე აღარ ვამბობ და პარტაქტივისტებზე. ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა ქართული ხალხის უმრავლესობის ნებას ვერც 1400 და ვერც 4000 კაცი ვერ გადაფარავს, იმიტომ რომ აქ არის 4 მილიონი ადამიანი, მათ შორის არის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ხარს უჭერს
ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, ვერანაირი 400-ული და 4000-ული კაცი ამ ყველაფერს ვერ გადაფარავს. რაც არ უნდა დაფინანსებული აქტივი ყავდეს USAID-ს, NETS თუ რომელიმე სხვა დიპ სტეიტის თქვენ ამბობთ რომ